ჩვენ გავარკვიეთ, ვინ არიან ის მოძალადე ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ფიზიკურად დოლიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ, მაშინ, როდესაც ისინი საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. გუშინ საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში დოლიძის ქუჩაზე სხვადასხვა მაღაზიიდან თუ დაწესებულებიდან მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ, გაიფიცნენ 3-დან 6 საათამდე და ამას მოჰყვა სწორედ ინციდენტი, როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ და აღმოჩნდა, რომ გაღიზიანდნენ სწორედ თბილისის მერიის თანამშრომლები. ჩვენ რამდენ დიდი ნაწილის ძალადობის მონაწილეების დიდი ნაწილის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და ისინი არიან თბილისის მერიაში დასაქმებულები, კონკრეტულად კი სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები არიან. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირების დროს იმყოფებოდა ამ სააგენტოს ხელმძღვანელიც და სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მოვალეობა არის, რომ 6 წლამდე ბავშვების პრობლემები დააიდენტიფიციროს, ძალადობის შემთხვევები გამოავლინოს და ამაზე რეაგირება მოახდინოს, თუმცა ამ სააგენტოს წარმომადგენლები გუშინ დოლიძის ქუჩაზე თვითონ უსწორდებოდნენ რეჟიმის სისასტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც ახალ არჩევნებს ითხოვენ. რამდენიმე სახელს და გვარს გეტყვით, ვისი იდენტიფიცირებას ამ ეტაპზე შევძელით, რომლებიც არიან თბილისის მერიის თანამშრომლები. ესენი არიან თენგიზ ფოფხაძე, ასევე ლაშა ბერბიჭაშვილი, გია ზაქარაია, დავით დოლიძე, რომელიც არის სწორედ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი, ასევე ადგილზე იყო გიორგი გოგია, რომელიც არის ქართული ოცნების გლდანის ორგანიზაციის წევრი. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, შეურაცხმყოფა აქციის მონაწილეების მისამართით და ისინი აპროტესტებდნენ და მიუღებელი იყო ქართული ოცნების და მერიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ მოქალაქეები რეჟიმის გასაპროტესტებლად სადემონსტრაციო გაფიცვას შეუერთდნენ. როგორც მოქალაქეები გვყვებიან, ინციდენტი დაიწყო მას მერე, რაც ქუჩაში გამოვიდნენ, ჯერ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა. ამის შემდეგ ეს ადამიანები ორგანიზებულად გაჩნდნენ ამ ქუჩაზე და დაიწყეს მათი როგორც სიტყვიერი შეურაცხმყოფა, ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხმყოფაც და ამბობენ, რომ ეს ადამიანები ორგანიზებულად მოვიდნენ და განზრახვა ჰქონდათ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. მანამდე ასევე ყვებიან, რომ სახლის სახურავებიდან მათი მისამართით კვერცხებს ისროდნენ, სწორედ ამიტომ რჩებათ მათ განცდა, რომ მათ წინააღმდეგ იყო დაგეგმილი ორგანიზებული ძალადობა. როგორც მოქალაქეები გვიყვებიან, ამაზე რეაგირება საპატრულო პოლიციას არ ჰქონია, რადგან ინციდენტის შემდეგ ძალადობაში მონაწილე პირები მიიმალნენ. ჩვენ საკრებულოს ოპოზიციას ვკითხეთ, რას ნიშნავს, როდესაც თბილისის მერიის წარმომადგენლები ასე ღიად გადადიან მოქალაქეების წინააღმდეგ ანგარიშწორებაზე და ისინი გვეუბნებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კალაძის უწყების წარმომადგენლები მოქალაქეებს უპირისპირდებიან, ვინც რეჟიმის სისასტიკეს აპროტესტებს და თვლის, რომ მაშინ, როდესაც სოციალური მზრუნველობის სააგენტო პირდაპირ დაქვემდებარებაშია კალაძესთან, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ისინი მის დავალებებს და მითითებებსაც ასრულებდნენ. ოპოზიცია თვლის, რომ ამ ყველაფერზე სწორედ ქართულ ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა და როდესაც ქუჩაში ვხედავთ მოძალადე სპეცრაზმელებს, სამართალდამცველებს და ასევე მათ შორის იხილეს ბოლო დღეებში უკვე კადრები, როცა დეპუტატები უსწორდებიან მოქალაქეებს ევროპული აქციებში მონაწილეობის გამო, ისინი ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ახლა მხოლოდ ერთი ენით საუბარი შეუძლია და ეს არის ძალადობის ენა. იმ ფონზე, როდესაც მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს სილის გაწვნისთვის, ჩვენ ვხედავთ, რომ დღისით მზისით ქალაქის ცენტრში დათარეშობენ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან გაფიცულ მომიტინგეებს და არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებული არის სწორედ თბილისის მერიაში, ვინაიდან ამ ძალადობრივი კამპანიებისთვის ტონის მიმცემიც და მხარდამჭერიც არის კახა კალაძე. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ მის სისტემაში ხდება სწორედ ამ ადამიანებისათვის სასათბურე პირობების შექმნა, რომ მათ სამუშაო დროს აი ასე აღვირახსნილი ძალადობით გამოაჩინოს საკუთარი თავი. საზოგადოებას უნდა განუმარტოს ამ სააგენტოს ხელმძღვანელმა, თუ ეს არიან მისი თანამშრომლები, როგორ მოხდა, რომ სამუშაო დროის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ
გარეთ არასამუშაო ადგილზე და რა პასუხი აქვთ მათ, როდესაც ასეთი მასშტაბური დაპირისპირება დავინახეთ ჩვენ და თავდასხმა მომიტინგეებზე. სოციალური მზრუნველობის სააგენტო 2020 წელს შეიქმნა, უშუალოდ კახიკალაძე არის კურატორი ამ სამსახურის. მათი უშუალო ფუნქცია არის ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. არათუ გამოვლენა, ეს ადამიანები, აი ამ ვიდეოში ვინც ჩანს რაღაც ნაწილი ლუკა ბერბიჭაშვილი იქნება, თენგიზ ფოფხაძე იქნება, გიორგი გოგია თუ ასე შემდგომ, ეს სააგენტოც კი ზონდერების დასაქმების ბიურო დააქცია და წლებია 2020 წლიდან შექმნის დღიდან ვითხოვ ამ სააგენტოში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციას და განათლების ამადასტურებელ დოკუმენტებს და დღემდე არავის მოუწოდებია. გაფიცული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოსული თავდამსხმელები იყვნენ ასევე შეიძლება ითქვას რომ შეიარაღებული მათ ხელკეტები ჰქონდათ ბეისბოლის ბიტა და კადრშიც კარგად ჩანს როგორ ურტყავენ ერთ-ერთ მოქალაქეს როგორც დაშავებულები გვიყვებიან მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია ადგილზე მივიდა პოლიცია თუმცა უკვე გაქცეულები იყვნენ ამ ძალადობრივი ჯგუფის წევრები შესაბამისად მათთვის უცნობია ვინმე დააკავეს თუ არა ან ამ მოძალადე ჯგუფიდან ვინმე გამოიკითხა თუ არა. ახლა ყველა ელოდება საგამოძიებო უწყების რეაგირებას, რადგან კადრები არის გავრცელებული ამ თავდასხმის და ამ კადრებში მარტივად არის შესაძლებელი გაშიფრვა თავდასხმელი პირების, მაშინ როდესაც უკვე დადგენილია რამდენიმე მათგანის მონაწილეობა და მარტივად არის შესაძლებელი რომ გომელაურის უწყებამ თბილისის მერიის თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბაროს.